3 მაისს გორის რეგიონალური სამსახურის კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების თანამშრომლებმა კიდევ ერთი კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს. 5 ტონიანი დიზელის საწვავით დატვირთული კამაზის მარკის ავტომანქანა 4 მაისს გორის საბაჟო ტერმინალში შეიყვანეს. დაგავებულია კამაზის ტიპის ავტომანქანა. ზოლი კახეთის რეგიონის მაცხოვრებელია, რომელსაც მოქონდა პენზა. ეს მოქონდა კარიერები არის კონფლიქტის ზონაში ესეთი ერედის მხარეს ეს კარიერები და პენზით დატვირთული მანქანა მოდიოდა. ჩვენ მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ აქ მარტო პენზასთან არ შეიძლება გქონოდა საქმე და შეიძლება საწვავის გადატანის ფაქტიც ყოფილიყო და მართლაც სამხარეო მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის მუშაკებმა, საზღვაო პოლიციის მუშაკებმა გააჩერეს ეს მანქანა, გადაამოწმეს და ამ პენზის ქვეშ აღმოჩნდა 5 ტონიანი სათავსო, რომელშიც მოთავსებული იყო დიზელის საწვავი. ძღოლი, რომელიც წინასწარ მოკვლევაში იმყოფება, აცხადებს, რომ ტვირთი ერგნეთის ბაზრობაზე შეიძინა. ყველა ასე აცხადებს, ერგნეთის ბაზრობაზე შევიძინა, მაგრამ თვითონ ერგნეთის ბაზრობაზე შემოსული ტვირთი დაფიქსირებულია როგორც აღურიცხავი და კონტრაბანდული. როგორც ტვირთის მეპატრონები აცხადებენ, მათ ასეთი ქმედების საბაბ სახელმწიფოს მიერ გატარებული ის არასწორი პოლიტიკა აძლევთ, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ჩვენ წინააღმდეგ კი არა ვართ გადავიხადოთ გადასახადი, თუ ის არ იქნება ისეთი მიზერული თანხა, როგორიც ამჟამად არის. სახელმწიფო არ იცავს ჩვენს ინტერესებს და გვაიძულებს კანონის დარღვევით ვეძებოთ არსებობის საშუალება. თუმცა როგორც ჩანს არსებობის საშუალების ძებნისას, მათ არც ამ გზამ გაუმართლათ.